მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, როდესაც ორივე დუმთ, რა დაარღვევს ამ დუმილს. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები. აირჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ, თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, ასევე შეგიძლიათ გადაირჩიოთ, თუ თქვენზე არ რეზონირდა. პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში მომწერეთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ ტაროს ვკითხოთ, პირველი პოზიცია განვიხილოთ. ორივე დუმთ, რა დაარღვევს ამ დუმილს. სხვათა შორის თქვენს დუმილს დაარღვევს მოძალებული ემოციები და ხასიათი, როდესაც ვართ ხასიათზე რომ ვიჩხუბოთ. რაღაც ჩხუბის ენერგიით იჩხუბებთ და შერიგდებით. ჩხუბის ენერგიით რიგდებით. კონფლიქტური გარემო, კონფლიქტური ახალი თემა. თქვენი დუმილი დაირღვევა მაშინ, როდესაც ემოციებს ვეღარ დაიტევთ და ისევ კამათში მოგინდებათ პარტნიორის გამოწვევა, ისე როგორც დუელში რომ გამოიწვევდნენ ადამიანებს. კიდევ ნახოთ, რას გვეტყვის ტარო. აქ შეიძლება ჩაიფიქრეთ მამაკაცი, თევზები, კირჩხიბი, მორიელი. რომელსაც თავის თავი ახლა რატომღაც მართალი ჰგონია ამ კამათში და ამ დავაში. თავის დარდს შესაძლოა ეს პიროვნება ახლა იკლავდეს მეგობრების გარემოცვაში სმის პროცესით, ან თქვენზე ბევრს საუბრობდეს ახლა მის უახლოეს მეგობართან და გულს აყოლებდეს. თუმცა გარეგნულად იმჩნევდეს, რომ არაფერი მას გულს არ დგენს და ძალიან კარგად და ძლიერად უმკლავდება შექმნილ ვითარებას და ისეთი განცდაც კი გქონდეთ შორი ხედიდან, რომ ის არ დარდობს, მაგრამ ასე არ არის. დარდობს, ბრაზობს და თქვენს დუმილს დაარღვევს კიდეც ეს კონფლიქტი, აი კიდევ ერთი დამადასტურებელი არკანი, რომ თქვენ შორის ხელახლა გაიღვიძებს ვულკანი. ნახეთ, აქ ისევ წყულში ამოხვედით, ორივეს ერთმანეთთან გაქვთ ძალიან დიდი ემოციები, ძალიან დიდი გრძნობები, თასების დედოფალი, თასების მეფე ერთმანეთზე არის გაბრაზებული, ახლა სიჩუმეს ამჯობინებენ, მაგრამ ამ სიჩუმეს მოჰყვება დამანგრეველი, ერთმანეთთან დამანგრეველი ეფექტი. ეტყვით დარჩენილ სათქმელს, ეს ადამიანიც გეტყვით თავის სათქმელს და დაიცლებით ამ ემოციებით, რაც თქვენში ახლა ძალიან მხელვარებს. შეკითხვა იყო ასეთი, რა დაარღვევს დუმილს და მივიღეთ ასეთი პასუხი და გამშვიდობებით პირველებო. მოგესალმებით მეორეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში რას გვეტყვის ტარო. ახლა ორივე დუმთ და ვნახოთ რა დაარღვევს ამ დუმილს. დუმილს თქვენი პარტნიორი ან თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არღვევს მას შემდეგ, რაც ტრანსფორმაციის ეტაპს დახურავს. აქ შეიძლება ცოტათი დიდი ხანი მოუწიოს ამ ადამიანს ამ ეტაპის გავლა.
შეიძლება დიდხნიანი დუმილიც კი დაარღვიოს თან რაღაც ისეთი საკითხით, ისეთი თემით, რომ თითქოს თან თქვენ არც გეხებათ. რაღაც ისეთი საქმიანი SMS-ი მოგწეროთ, ან რაღაც ისეთი გკითხოთ, თითქოს თქვენს გარდა პასუხი ამ საკითხზე არავინ არის ის და იძულებული გახდა, რომ თქვენ გაახსენდით და თქვენ უნდა მოგწეროთ და რჩევა მიიღოს. არა და თქვენი ნატრებით. თქვენთან უნდა კომუნიკაციის აღდგენა აწყობა. და მოდის აი ასეთი შეფარული გზებით. ცივი იერსახით, საქმიანი იმიჯით, ყველანაირად ისეთი დამოკიდებულებით, რომ შეიძლება თქვენ ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ უბრალოდ საქმიანად მოიწერა და მეტი არაფერი. რეალურად გადის ეს ადამიანი დიდ ტრანსფორმაციას, რაც გეხებათ თქვენ და ხვდება, რომ თქვენთან რაღაც ურთიერთობის ხელახლა წამოწყება, აღდგენა, ურთიერთობაში შემოსვლა, თქვენი ხმის კიდევ ერთხელ გაგონება სურს. თუმცა ეგო არ უშვებს. მისი ეგო არ უშვებს, რომ თქვას ის, რაც ნამდვილად უნდა თქვენგან და ძალიან ესეთი ლაბირინთებით და ისეთი საკითხებით შემოდის თქვენთან, თითქმის ეს ყველაფერი ეხება ყველა სხვა დეტალს და გარდა თქვენ, ანუ ისეთი განცდა დაგრჩებათ, რომ მომწერა, მაგრამ ჩემს გარდა თითქოს ყველა საკითხს შეეხო და ჩემზე საერთოდ არაფერი არ უთქვამს, არც უთქვამს, რომ მოვენატრე, არც არაფერი. აი ესეთი სიტუაცია შემოდის თქვენს ურთიერთობაში. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ტარო რას გვეტყვის. ორივე დუმთ და ვნახოთ რა დაარღვევს ამ დუმილს. აქ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ამ კარტს დავტოვებ. როდესაც ორივე თქვენთაგანი ერთმანეთზე დღედ და ღამე ფიქრობს, ორივე სურს, რომ დუმილი დაირღვეს, თქვენც გსურთ, რომ მან გადმოდგას პირველი ნაბიჯი, ამ პიროვნებასაც სურს, რომ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი, ერთმანეთს ელოდებით. იცით, როგორი სიტუაცია არის, ორივე რომ ონლაინ ხართ და ერთმანეთს უყურებთ, რომ ხართ ონლაინ და არც ერთი რომ არ წერთ. თუმცა გირჩევთ, რომ თქვენ არ გადადგათ ნაბიჯი. არ ღირს ეს. და კარგი ნიუსი ის არის, რომ ეს პიროვნებაც ისევე ფიქრობს თქვენზე, როგორც თქვენ და ისევე გელოდებათ, როგორც თქვენ. უბრალოდ ამას მალავთ ორივე. და კიდევ ერთი რამ, აქ შეიძლება უახლოეს პერიოდში გქონდეთ დაგეგმილი მოგზაურობა, სადმე წახვიდეთ, ლამაზი სურათები დადოთ, სტორი დადოთ და აი ამ რაღაც მოვლენაზე გამოგეხმაუროთ და რაღაც მომენტში თქვენმა სილამაზემ, თქვენმა ეფექტმა, თქვენმა მომხიბვლელობამ, თქვენმა სიკაშკაშემ, მიუწდომლობამ ისევ მოიზიდოს და გაბედოს და ასე ვთქვათ, გადაწყვეტოს და ეს დუმილი დაარღვიოს. აი ეს მომენტი არის აქ. რაღაც პატარა ბიძგის ფონზე მოდის ეს ყველაფერი, როდესაც რაღაც მოქმედებას გააკეთებთ სოციალურ გვერდზე და აი ამ მოქმედებას მოყვება მისი შეფასება და მისი პასუხი, მისი შექება და ასე შემდეგ. შეიძლება თუ დაბლოკილი გყავთ სხვა გვერდიდან მოიწეროს, ან თქვენ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი ბლოკიდან მოხსნათ, განბლოკოთ, რადგან აი ესეთი სიტუაცია არის აქ. ვისაც ეს ბლოკის საკითხი გააქვთ, ვისაც არ გაქვთ, ჩვეულებრივ
ხელი ფეხი, რაზეც გქონდა შეკრული, თავის თავს არ უშვებდა თქვენთან, რაღაცაში აკომპლექსებდა თავის თავს, აი ამაში ძალებს მოიკრებს და მისი მხრიდან მოდის ასე ვთქვათ, ესეთი შეფასება, კომპლიმენტი. აქ ძალიან ბევრი ემოციები არის და თქვენთან ყოფნის სურვილები არის მძლავრი. უნდა ცოტათი ფობიები და შიშები და კომპლექსებიც გამოიყვეთ ამ პიროვნებისგან. თქვენ რაც გიკავშირდებათ. თითქოს თქვენ რომ გხედავთ ან თქვენთან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადმოთქმის პროცესი, როდესაც მისი გადასაწყვეტი ხდება, თითქოს გული უჩქარდება და რაღაცაში ემოციური ფონი ხელვარება ძალიან ემატება. დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას, მომავალ შეხვედრამდე.